თქვენი ბინა შეიძინეთ, მაგრამ ის არ არის თქვენი საკუთრება. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეთ, გადაიხადეთ ფული, მაგრამ სამართლები რომ თქვენ არ ხართ მისი მესაკუთრე. საჯარო რეესტრში აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ განშლა ამავდროულად კონკრეტულ ბინას აქვს თუ არა კონკრეტული საკადასტრო კოდი. ხელშეკრულებაში უნდა იყოს დეტალურად აღწერილი, თქვენ როდის გახდებით მისი მისაკუთრე და რა პირობებს. ასევე მნიშვნელოვანი გაითვალისწინოთ, რომ უმეტეს შემთხვევაში კომპანია როდესაც იწყებს მშენებლობას, მისი ფინანსების წყარო არის იპოთეკური სესხი, რომ მთლიან სამშენებლო პროექტს და მიწას დებს იპოთეკით დატვირთავს კონკრეტულ ბანკთან. ეს ნიშნავს, რომ თქვენს ბინაზეც გავრცელდება იპოთეკური სესხი. ასევე გაითვალისწინოთ, როდის დამთავრდება იპოთეკური სესხი, კონკრეტული ბანკისგან რა პირობებით აქვს აღებული, თუ მას წარმოშვა ფინანსური ვალდებულება, როდის და როგორ შეძლებს მშენებლობის დამთავრებას. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არ არის ფორმალობა. ეს არის თქვენი ფულის და უძრავი ქონების დაცვის გარანტია. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, თქვენი უფლებებით შეგიძლია გამოიწვიოთ ჩემი გვერდი.